მოგესალმებით ეთერშია სივრცე დიალოგისთვის მე თამთადოლიძე ვარ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა 11 დღე ძალიან ცოტა დრო და შესაბამისად საუბრობთ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე მის შედეგებზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ პოლიტიკის ანალიტიკოსი და თვითმმართველობის ექსპერტი ბატონი ირაკლი მელაშვილი ბატონი ირაკლი როგორც ვიცით და რაზეც არაერთხელ გისაუბრიათ თქვენ ემხრობით 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტს. იქნებ ჩვენს მაყურებელსაც გაუზიაროთ ის არგუმენტები, რა მიმართულებითაც ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის გამართლებული იმ ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომელთაც ეს გადაწყვიტეს. ყველა გამოკითხვათ და ბოლო არჩევნების შედეგებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით აჩვენებდა იმას, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატი მიიღებდა ქალაქებში მონაწილეობას არჩევნებში, მას გამარჯვებით ძალიან სერიოზული შანსი ჰქონდა. თბილისში მაგალითად ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა ხელისუფლება მაქსიმალურად და ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისათვის, ქალაქი მაინც ააგო 40-60. იგივე სურათი იყო რუსთავში. ერთადერთი დიდი ქალაქი, რომელიც პარტიული ქალაქი, რომელიც მოიგო ხელისუფლება მეტოქოთი 1%-იანი უპირატესობით. ასეთ ვითარებაში მივაჩნია, თუ ოპოზიცია გაითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, რომ უშუალოდ საპარლამენტო არჩევნებზე კამპანიის აღმართულებას და შეძლებდა ერთიან კანდიდატებზე შეტანებას, მას ძალიან დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების. მიუხედავად ამისა, ახლა ეს წარსული არის. ოპოზიცია ერთიანობას ვერ მიაღწია, დღეს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტს უწყობებს არჩევნებს, ძირითადად არის დაკავებული პარტიებთან ბრძოლით, რომლებიც შევიდნენ ამ არჩევნებში, რაც მაშინაც ვამბობდი და დღეს მithuqedes კარგად ჩანს, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი ხელისუფლებისათვის, რაც მოხდა და ამას ოპოზიცია თავის გარდა ვერავის ვერ დააკვირდებს. გასაგებია. ბატონი ირაკლი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ჩანს არჩევნების ეს მოცემულობა დასავლეთის თვალში. თუმცა ასევე ძალიან საინტერესოა, როგორ ჩანს ეს ყველაფერი, რომ ნაწილობრივ ოპოზიცია იღებს მონაწილეობას, ნაწილი ოპოზიციისა არა, ეს ყველაფერი როგორ ჩანს ჩვენი რიგითი ამომრჩევლების თვალში. ანუ რას ეტყოდით, ან როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, გასაგებია სახელისუფლება პარტიის ამომრჩევლები, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ხელისუფლებას, რა იქნებოდა სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია? მესმის, რომ ინდივიდუალურია და თითოეული მათგანის გადასაწყვეტია, მაგრამ იმაში მაინც დამეთანხმებით, რომ რაღაცნაირად დაბნეულია დღეს ამომრჩეველი. მოდი ასე ვთქვათ, ყველა გამოკითხვით საქართველოში 60-62% მოქალაქეებს თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. საქართველოში არის დაახლოებით 2.700.000 ამომრჩეველი და არჩენი გარეთ არის, ქვეყნის გარეთ არის გასული. ეს იმას მიუთითებს, რომ სადღაც 1.5 მილიონზე მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც უკმაყოფილოა ხელისუფლების მუშაობით. ეს არის ოპოზიციის, ეს უნდა იყოს ძირითადი საქმე ოპოზიციის. ოპოზიცია სამწუხაროდ ბოლო არჩევნებზე აგროვებს დაახლოებით 850,000 ტომი. ანუ ოპოზიცია დაახლოებით ნახევარს ამხობებს. ოპოზიციის ნახევარ იმ ამომრჩევლების ნახევარს უკიცებს, რომ მისი მმართველობა უკეთესი იქნება იმათგან, ვინც უკმაყოფილო არის ხელისუფლების. ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რამდენად ადეკვატური არის ოპოზიცია ვითარებაში. ჩემი გადასახედიდან ახლა რა თქმა უნდა ეს ინდივიდუალურია ყველა ეს საკითხი. მე ვაბერებ არჩევნებზე მიშვაზე ამის მიცემას. და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა. იმიტომ რომ განსაკუთრებით ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან ხელისუფლების მუშაობით, ხელისუფლების პოლიტიკით, მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას რაღაცა ერთპიროვნული პირამიდის ჩამოყალიბების საშუალება, როდესაც მთავრობის თავმჯდომარეთან დაწყებული ბოლო სოფლის წმუნებულობა ყველა ერთი პარტიის წევრია და ერთ წანებას ემორჩილება.
რომელსაც ლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებას აღარ ადმინისტრაციული რესურსი და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ძირითადად არის თვითმმართველობა. ძირითადი ადმინისტრაციული რესურსი არის თვითმმართველობა, რომელიც ამ ხელისუფლებას, ამ ორგანო ხელისუფლებას გადააქციეს თავიანთი პარტიული ინტერესების გამტარებელ ორგანოებად და არა იმ ორგანოებად, რომლებიც მოქალაქეების საჭიროებებს და პასუხობენ. მაგრამ აუდიტორების შესაძლებლად გვინდა შარების შესაძლებლად საშუალება არის არჩევნები. ოპოზიცია იქნებოდა კონსოლიდირებული კიდევ მეორე დიდი შანსი იყო რომ ბევრგან გაემართა ოპოზიციას. ეხლა შანსი რა თქმა უნდა შემცირებულია, მიუხედავად ამისა მომაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა მიიღო მხარდაჭერა საზოგადოების. მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ხელისუფლებას ანახონობა ყოფილება არსებობს. თუ ჩვენ ყველგან არ ვანახეთ ეს ხელისუფლება დაიჯერებს თუ ის არის შეუცდარი, ყველაფერს სწორად აკეთებს, რომ ყავდა ყველაფერი ყოფილია, შესაბამისად არჩევნები გამოსწორდება და კიდევ უფრო გაუგორესდება. კი ბატონო. ბატონო ირაკლი, ნაწილობრივ თქვენ შეეხეთ იმას, რომ თვითმმართველობა უნდა იყოს არაპარტიული, არამედ რეალურად ხალხის ინტერესების გამომხატველი და მათი პრობლემების მომგვარებელი ორგანო. ამიტომ მინდა გკითხოთ ასეთი რამ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე უკეთ ერკვევა თვითმმართველობაში, როგორც ასეთში, ამიტომ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში და ზოგადად თითქოს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გადაიქცა ერთგვარ გზად ცენტრალურ ხელისუფლებამდე მისვლისა პოლიტიკური პარტიებისთვის, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა. თითქოს რაღაცნაირად პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად იქცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება. თუმცა ამ ვითარებაში თითქოს რაღაცნაირად გვერდზე რჩება რეალური პრობლემები ადამიანების და რეალური მოლოდინები თუ რასელიან ისინი თვითმმართველობისგან, იგივე თუნდაც სახელმწიფო პარტიის მხარდამჭერები ან ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, იმიტომ რომ მათ გარდა პოლიტიკური კურსისა აწუხებთ რეალური პრობლემები, რაც მათ სოფლებში და ქალაქებში არის და რისი მოგვარებად სურთ. ამასთან დაკავშირებით რა სიტყოდით? ანუ რაღაცნაირად მართლა ხომ არ იქცა თვითმმართველობის არჩევნები რაღაცა პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად და ამასობაში პარტიებს ხომ არ ავიწყდებათ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და ის რომ გასაგებია პოლიტიკური დებატების ადგილია, პოლიტიკური პროცესია საკრებულო, მაგრამ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანების რიგითი მოქალაქეების პრობლემები უნდა ისმოდეს და გვარდებოდეს. ეს ჩვენი სისტემური პრობლემა არის, მართლობის სისტემის პრობლემა არის, საქართველოს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ერთდღიანი თვითმმართველობა გააჩნია. და საქართველოში არის ყველაზე მცირე რაოდენობის არჩევითი ორგანოები შესაბამისად. ევროპის ჩვენოდენა და ჩვენზე პატარა ქვეყნებშიც არის ორგანოები თვითმმართველობები და ცენტრალური ხელისუფლება ყველა ეს დონე არის არჩევითი. შესაბამისად იქ პირველი დონის ძირითადი ამოცანა არის ადგილობრივი კომუნალური პრობლემების მოგვარება. პოლიტიკური საკითხები უფრო ზედა დონეზე არის გადასული, რეგიონის დონეზე და ცენტრალურ დონეზე. მაგრამ შენ როდესაც რეგიონის დონე არ აქვს ფაქტიურად პარლამენტი და თვითმმართველობის საკრებულოები, ეს ყველაფერი იწვევს საკრებულოების პოლიტიზირებას. ზედმეტ პოლიტიზირებას პოლიტიკური პარტიები იწვლებულები არიან, რომ აქცენტი გადაიტანონ პოლიტიკურ საკითხებზე, სწორედ თვითმმართველობის არჩევნების დროს, იმიტომ რომ საპარლამენტო წელიწადში ერთხელ არის შემოყოლო თვითმმართველობის არჩევნები, რადგან რა თქმა უნდა ზარალოს უწევს. არის მეორე პრობლემა. გარდა იმისა, რომ ეს ადმინისტრაციული პერსონალური მოწყობის პრობლემა არის ქვეყნის, არის მეორე პრობლემა. ხშირ შემთხვევაში უკვე აღარ ლაპარაკობენ თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივ პრობლემებზე, იქიდან გამომდინარე, რომ თვითმმართველობის ორგანოებს არ გადაეცათ ის ფინანსები და ქონება და ის მოსილები, რომელსაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ პრობლემებს მოვუაროს. მარტო მაგალითს მოვუყო, ხო? წყალმომარაგება მოსახლეობის და სოფლიოში არის ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები. საქართველოში წყალმომარაგების საკითხის გადაჭრაზე ადგილობრივი თვითმმართველობას ხელი არ მიუწვდება, იმიტომ რომ არსებობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც არ ემორჩილება ადგილობრივ თვითმმართველობას ზის თბილისში, რაღაცა რო გაგვჩნდება ადამიანი მიდის მოქალაქე მიდის მერიაში, მერია იძულებულია ვიღაცა დაურეკოს, ხოლოს იქ
სადაც უნდა მიიღო გადაწყვეტილება ის სათქმელთა ის თანამდებობის პირები საერთოდ არ არიან ამ ადგილობრივი ადამიანების წინაშე, ცხოვრებრივი ადამიანების წინაშე ყოველდღე პრობლემა შეერგვა. დანგარიშვალდებული და ეს იწვევს მნიშვნელოვნად აუარესებს სერვისების ხარისხს. შესაბამისად, მმართველობასაც არ აქვს საშუალება გადაწყვეტოს ელემენტარული პრობლემები, არ აქვს ფინანსები, არ აქვს კვლევამოსილებები, არ აქვს ქონება, რომ ხელი შეუწყოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ბუნებრივია, რომ ასეთ ვითარებაში აქცენტი გადადის პოლიტიკურ პრობლემებზე და არა იმ საკითხებზე, რომელსაც მმართველობა ისედაც ვერ აგვარებს. და ეს არის მეორე მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ თვითმმართველობა გვაქვს ახალწე, გვაქვს არჩევითი ორგანოები, მაგრამ რეალურად ამ თვითმმართველობას არ შეუძლია გააკეთოს ის საქმე და გადაჭრას ის პრობლემები, რითაც სამწუხაროდ თვითმმართველობა არსებობს. ეს იწვევს იმას, რომ დებატები გადადის პოლიტიკურ სფეროში და არა იმ სფეროში, რომელსაც თვითმმართველობა უნდა აგვარებდეს, იმიტომ რომ ვერ აგვარებს. ვერ ცდილობს და სამეთარებს ჩვენი თვითმმართველობა, იმიტომ რომ ყველა პროგრამა, ყველა ფინანსები, ყველაფერი არის ხელისუფლების ხელში თავმოყრილი ინფრასტრუქტურა უჭირდება, ცენტრიდან გამოითხოვოს სოფლის განათებას, რო ჭირდება ის მთავრობის ფულით გასწრება. ასეთ ვითარებაში ბუნებრივია, რომ პოლიტიკოსები აღარ აკეთებენ აქცენტს ამ ადგილობრივ პრობლემებზე, იმიტომ რომ მაინც ვერ აგვარებენ მას. თავარი პრობლემა მათთვის რჩება პოლიტიკური საკითხები და ეს ჩემი აზრით სტარი გზა არის და არა მარტო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ დიდ არჩევნებზე პოლიტიკოსებმა ადამიანების პრობლემებს, მოქალაქეების ამორჩევლის პრობლემებს უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმო. ვიდრე თქვა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირზე საუბარს, არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, მაგრამ მაინც ადამიანებს პირველ რიგში აწუხებთ უამრავი სხვა პრობლემა. და შესაბამისად ის რომ პოლიტიკოსები არ საუბრობენ ამ პრობლემებზე, არ სავაზობენ მოსახლეობას მისი გადაჭრის გზებს, ამით ხერობს ხელისუფლება, იმიტომ რომ ოპოზიცია ვერ იღებს საკმარად მხარდაჭერას, იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ, რომ მათ პრობლემებზე ოპოზიცია რაზეც ესაუბრება, ის არის ძალიან შორს იმ პრობლემებსა, რომელიც მათ გააჩნია. კი ბატონო, გასაგებია. და ბოლო კითხვას დაგისვამთ, მოლოდინებზე მინდა გკითხოთ ორი მიმართულებით, ერთი ის რომ ცხადია წინ გვაქვს 4 ოქტომბრის არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხი როგორი იქნება საბოლოოდ 4 წლის მანძილზე, როგორ ადგილობრივი თვითმმართველობას ელით, ეს პრობლემები რაც ჩამოთვალეთ, როგორ ფიქრობთ, უფრო გაძლიერდება და ეს ჩვენი თვითმმართველობა უფრო ვერტიკალური გახდება, ანუ რა მოლოდინი გაქვთ მომავალი 4 წლისთვის, როგორ შეიცვლება ჩვენი ქვეყნის თვითმმართველობები და ასევე არ შეიძლება არ გკითხოთ 4 ოქტომბრის სხვა გეგმასთან დაკავშირებით, ბოიკოტში მყოფ ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოსვლებთან დაკავშირებით ხელისუფლების შეცვლის მიზნით. მესმის რესტი რთული და ფართო თემა, მაგრამ მაინც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა მოლოდინებით ხართ 4 ოქტომბრის შედეგებთან დაკავშირებით და მომდევნო წლებთან დაკავშირებით? არც არჩევნებზე და არც აქციაზე მე განსაკუთრებული მოლოდინები არ მაქვს. არ ვიცი და არ გამიგია მეც ვხვდები ადამიანებს, რა შეიძლება იყოს ისეთი მომენტი. ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას სულს უფრო მეტად ავტორიტარული გახადოს, უფრო მეტი ერთმანეთობა ამაში ამცაც რეპრესიების ჭირდება და უნდა მივიღოთ ჭირდება ლეგიტიმური საუბარი რეპრესიების სპეციფიკური აქციის ორგანიზატორობა კარგად მაგაიკვალიფიცირება. რაც უნდა იმოვა წელიწადში თუ ეს ხელისუფლება საკუთრებად ჩუნდა, სარი უფრო მეტი ცენტრალიზება მოხდება კიდევ. პრობლემა ცენტრალიზება მოხდება, კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ, გადაიქცევიან ადგილობრივი საკრებულოები, მათ რასაც უწინ კომუნისტების რაიკომი არ ყვა, კიდევ უფრო მეტ მოცილებაში იქნებიან. ცენტრალური ხელისუფლების მიმართ არჩევნები არიან. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ის, რომ 2020 წელი გადის ძალიან ბევრს არასდროს გასულდა და ცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2020. ახალ ცენტრალიზაციის სტრატეგიაზე საერთოდ აღარ დაუწყია მუშაობა. ანუ რაიმე სახის
უფლებების გაფართოება, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო მეტი ფინანსების ქონების ან რაღაც უფლებების საერთოდ აღარ განიხილება. Paratina Cajalza made it terrible, Paratina Cajalza Sagan Saikupa, and it's a bell that is strategy for Anafia. As I packed, I mean, always had chamber limits to help provide sufficient satisfaction economic document centrals. ძალიან დიდი მადლობა ეთერში სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით პოლიტიკის ანალიტიკოსთან და თვითმმართველობის ექსპერტთან, ბატონ ირაკლი მელაშვილთან. მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.